ამბები სამეგრელოს შუაგულიდან. ფოჩის საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი გადაიდო. დავით ნარმანია ორდღიანი სამუშაო ვიზიტით პრაღაში გაემგზავრა. რადიო ეთნიკის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს პირდაპირ ეთერში მუშაობას ახალ ამბებს 17 საათზე. თია შონია გაგაცნო. ფოჩის საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი კიდევ ერთხელ გადაიდო. გავრცელებული ინფორმაციით კონკურსი 14 აპრილის ნაცვლად სავარაუდოდ ივნისში ჩატარდება. კონკურსის ჩატარების ვადების შეცვლასთან ერთად საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეებიც იცვლებიან. ამ მოვალეობას ნიკოლოს გრიგოლია ასრულებს. 41 ვაკანსიაზე 2400-მდე განაცხადია შესული. გეგუთის კოლონიაში გარდაცვლილი ლევან კორტავას ოჯახი განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, მათი შვილის საქმეზე გასამართლებელი მსჯავრდებულებიდან ერთ-ერთი თეიმურას გურაშიძე უდანაშაულოა. ოჯახი ასევე ითხოვს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა იმ ექიმთა საქმიანობა შეისწავლონ, რომლებიც ციხიდან გადაყვანილ ლევან კორტავას მკურნალობდნენ. ადვოკატი კი გარკვეულ საფრთხეებზე მიუთითებს და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მათ დაცვას მოითხოვს. დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სადაზღვეო კომპანია ალდაგის უგდის ოფისის წარმომადგენელი გიორგი ხასია სამეგრელოს რეგიონის ფერმერებს შეხვდა აგროდაზღვევის განახლებული პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სადაზღვეო კომპანია ალდაგი სამეგრელოს რეგიონში მყოფ ფერმერებს თხილის, კაკლის, ციტრუსის და სუბტროპიკული კულტურების დაზღვევას თავაზობს. სადაზღვეო კომპანია ალდაგის უგდის ოფისის წარმომადგენლის გიორგი ხასიას თქმით, პროგრამა მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას და აგროსექტორში სადაზღვეო ბაზრის დამკვიდრებას. არასამთავრობო ორგანიზაცია საუნჯე ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ორგანიზებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქარსაცავი ზონების აღდგენა გაშენების მხარდასაჭერად აქციას მართავს. ქარსაცავი ზონების აღდგენის იდეის ინიციატორები სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები არიან. მათივე განმარტებით აქციის მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქარსაცავი ზონების აღდგენა და რეაბილიტაცია. დღევანდელ აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს სხვადასხვა ორგანიზაციები შემოუვარდნენ და თითო ნერგიც მიიტანეს. ნერგები რამდენიმე სოფლის რწმუნებულს გადაეცა, რათა მათ სოფელში მოახდინონ მოსახლეობის მობილიზება და საფუძველი ჩაუყარონ ქარსაცავების აღდგენა გაშენებას. დაუზუსტებელი ინფორმაციით ვაზიანში 80-მდე სამხედრო მოსამსახურეა მოწამლული. მოწამვლის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. უცნობია ისიც, თუ როგორია მოწამლული სამხედროების მდგომარეობა და არიან თუ არა ისინი გადაყვანილები სამედიცინო დაწესებულებებში. არსებული ინფორმაციით მომწყარზე უკვე დაიწყო მოკვლევა, ბაზაზე იმყოფებიან სამხარაული სახელობის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები. თბილისის მერი დავით ნარმანია პრაღაში იმყოფება. შეხვედრაზე განიხილება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ომხივი მგვალი მაგიდები და ასევე მერის თანამშრომელთა სტაჟირების საკითხები. საფრანგეთის ალპებში ჩამოვარდნილი ლაინერის მეორე შავი ყუთი ნაპოვნია. გამოძიება იმედოვნებს, რომ ჩანაწარების გაშიფრვისას დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი. ამ დროისთვის ყველა გარდაცვლილი არის ამოცნობილი, მათ შორის მეორე პილოტი ანდრეას ლუბიცი, რომელიც ავიაკატასტროფის ერთადერთი ეჭვმიტანილია. პარალელურად გერმანული მედია წერს, რომ 27 წლის პილოტი რამდენიმე წლის წინ მომხდარი ავტოკატასტროფის შემდეგ მხედველობის პრობლემებს ურჩიოდა. მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი მაიამის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედფინალურ შეხვედრაში სერბმა ესპანელი დევიდ ფერერი დაამარცხა. შეხვედრა 1 საათსა და 53 წუთს გაგრძელდა და ჯოკოვიჩის გამარჯვებით 7-5 დასრულდა. ნახევარფინალში ჯოკოვიჩი ამერიკელ ჯონ იზნერს დაუპირისპირდება. ტურნირის საპრიზო ფონდი $5.3 მილიონ შეადგენს. საქართველოში 8 აპრილის ჩათვლით ცვალებადი ამინდებია. მოსალოდნელი ამჟამად თავს რიკოძე. ღამით ძლიერი ქარი დაფიქსირდა აეროპორტის ტერიტორიაზე. ძლიერი წვიმა და ქარი მთელს ქვეყნის ტერიტორიაზე ხვალაც შენერჩუნდება. ამასთან ხოლო დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე 22 მეტრი წამში იქნება. 5 აპრილიდან რამდენიმე დღით გამოიდარებს, 8 აპრილს კი კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. ახალი ამბები რადიო ეთნიკის პირდაპირ ეთერში თია შონიამ გაგაცანით. მე აქვე დაგემშვიდობებით, ნახვამდის. ზუგდიდის პურკომბინატი კოლხა-თბილისურ კომპანიასთან გაერთიანების შემდეგ გვთავაზობს ახალ და ხარისხიან პროდუქციას. პურკომბინატის კოლხური განახლებული პროდუქცია, განახლებული ტექნოლოგია, ქარხნის მოდერნიზება და ტრადიციის შენარჩუნება. ყველა ასორტიმენტის პროდუქცია. პურკომბინატის კოლხური პური, ტრადიციული პური.